უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ კიდევ ორ კვირიანი მე მგონი ვეღარ ვითვლი მოკლედ დროს, ძალიან ბევრი დრო გავიდა. საბოლოო ჯამში მივხვდით რაშიც არის პრობლემა. მე პატარათი ოფსაიდში ვიყავი, მივიყვანეთ მანქანა ელექტრიკოსებთან, შეამოწმეს, ნახეს, მივხვდნენ რომ ბლოკი არ ემთხვევა თურმე, ის კომფორტ ბლოკი რომელზეც ვიწვალეთ და მე ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგინა, ტყუილი იყო ყველაფერი და ტყუილად ვიჩალიჩეთ ამდენი რაღაცა. და საბოლოოდ ეხლა ვიწყებ ამ მანქანაზე მუშაობას, დაახლოებით 2 თვე გავიდა, რაც მე მყავს, არც კი მიტარებია დღემდე, ეხლა მოვედი სკამებს წავიღებთ და მოკლედ რამდენიმე დღეში მოგვიწევს იმ ყველაფრის გაკეთება, რაც 2 თვის მანძილზე უნდა გაგვეკეთებინა. ამ მუსტანგთან ყველაფერი ისე მარტივად არ დაალაგდა, როგორც მე ვაპირებდი, მაგრამ როგორც მინიმუმ მოძრაობა დავიწყეთ და დრო არის მივხედოთ ჩვენს პონის. ესე იგი, ეს ფიტი რო არ ვიცი რას ვიგზავნოდი. ჯერ 2 ჩემი მუსტანგის სავარძელი დევს აქ. მერე კიდე 2 მეორე მუსტანგის სავარძელი დევს აქ. ეხლა უნდა წავიღოთ ეს სავარძლები, დავშალოთ, გადავაწყოთ ამ ტყავის სავარძლებზე. ტყავი გადავიტანოთ აქედან, მოკლედ მიხედავენ. ეს რელსი უნდა გადავიტანოთ, ძრავები უნდა გადავიტანოთ, იმიტომ რომ ყველაფერი დაზიანებული აქვს იმას ძირში. მოკლედ გადავიტანთ აქ ტყავს და პლუს გაგრილებასაც მივხედავთ რამენაირად. მოკლედ ეგ არის, წავედით. ეხლა სავარაუდოდ ვივლი მუსტანგით. მე ამ Ford Mustang-ს კარგად ვაწყობ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყურადღებით ავაწყო და ისე ავაწყო რომ შემდეგი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, ვისაც ეყოლება ეს მანქანა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მე მაგალითად ამ მანქანის ისტორიას ქარვერტიკალით ვამოწმებდი, სანამ ვიყიდიდი, იმისთვის რომ არ შემოგტანონ მანქანა ამერიკის აუქციონზე, როგორც იციან ხოლმე დილერებმა იქ ამერიკაში, ტყუილი და ლიჟბი რამდენიმე თეთრით მეტი შემოიმუშაონ, შეუძლიათ რომ ხალხი გაწირონ და შემოგტენონ, ასე ვთქვათ, ცუდი მანქანა. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და გეპატიჟებით ქარვერტიკალის ტუტორიალში. აი აქ ჩანს ჩემი Ford Mustang-ის ისტორია, სხვათა შორის აუქციონზე სანამ ვიყიდიდი 0 ეწერა გარბენი აუქციონზევე და აქ მე შემიძლია ვნახო ფოტოებიც, შემიძლია ვნახო აქ მიზეზი თუ რა მოუვიდა, მოპარული იყო თუ არა, ასევე მაქვს შესაძლებლობა რომ დავინახო რეალური გარბენი ბოლო რაც იყო დაფიქსირებული და დროც შევადარო, როდის იყო და რა გარბენზე იყო. თუ სუფთა ისტორია აქვს თქვენს მანქანას, ფული დაგიბრუნდებათ უკან. და ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე და მაგალითად აი ამ Ferrari-s შემთხვევაში ჩანაძირი მანქანა აი ასე გამოიყურება. სრულად ჩანაძირი იყო და უცებ ბრახ და რამდენიმე აუქციონში, რამდენიმე დღეში აუქციონზე აი ასეთ ვიზუალში გამოდის. საერთოდ ვერც იფიქრებ რომ ეს მანქანა ბოლომდე იყო ჩანაძირი, მოკლედ მაქსიმალურად მოაშორეს ყველანაირი კვალი იმისა, რომ ეს მანქანა რეალურად პრობლემურია. ისტორიაში იმალება ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა და დეტალი, რომელიც რეალურად საბოლოო ჯამში ზარალში გაგიყვანთ. ეს მანქანა სუფთა ისტორიით არის, ერთადერთი დაზიანება ქონდა ის, რაც გაჩვენეთ და ყოველჯერზე ასე არ ხდება. ასე რომ ყურადღებით იყავით, გამოიყენეთ ქარვერტიკალი და სხვათა შორის მაქვს პრომოკოდი, რომლის გამოყენებითაც 20% მოაკლდება თქვენს შენაძენს ქარვერტიკალზე, ანუ მანქანების შემოწმებას 20% მოაკლდება. ჩაწერეთ პრომოკოდი DREAM, რომელიც აღწერაშია, ან თუ პრომოკოდის წერა გეზარებათ, შეგიძლიათ ლინკს დააჭიროთ და ფასდაკლება პირდაპირ გააქტიურებული დაგხვდებათ. მე კიდე წავედი და მოგიყვეთ ამ მანქანის ისტორია. ესე იგი, ჩვენი მუსტანგის ამბები გრძელდება, უკვე შემიძლია რომ დავქოქო და წავიდეთ ცივად გასწორებაზე. გავასწორებთ მოკლედ ფრთას და აი ასე გამოიყურება მუსტანგის შიგნიდან. ჯერჯერობით მთლად ყველაფერი მწყობში არ არის, მაგრამ როგორც მინიმუმ ეხა დავჯდები და გავატარებ. ეხლა პირველად მომიწევს ამ მუსტანგის ტარება. ეს იყოს აქ. ესე იგი მაინც აქ უნდა დავადოთ ეს. აქ არჩეველი და ქვევით დავადოთ მაშინ. აბა გასაღები დაინახა. ო, სალამი. საშინლად ცხება. საერთოდ არაფერი არ ჩანს. ყველაფერს მინთებს, მაგრამ როგორც მინიმუმ დაქოქილია. სასწაულია. აი ესე გვიწევს რა.
მეტრი გავიარე მუსტანგით. მიმოხილვისთვის მზად ვარ. არა, ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. ეხლა დიდად არ მომწონს რადიოზე ეს მანქანა, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში დავიღალე, ანუ მივიდე, всё, გასაგებია, უნდა გავიაროთ ეხლა. რამენაირად, იმიტომ რომ ორი თვე არის ასეთ მდგომარეობაში მყავს, პირველად ვატარებ ეს მთელი ამ დროის მანძილზე ველოდებოდი ამას და ჩვენი სავარძელი ზევითქვევით არ დადის ჯერ, არც ზურგს ბერავს ჯერ და იმედია ეს ყველაფერი დროებითია და მაგ ყველაფერს მოვაყარებ. ეხლა წავალთ ცივად გასწორებაზე დავტოვებ მანქანას და ხვალ წამოვიყვან. სხვა ეხლა დიდად ვერაფერი, არც მიხარია, არც არაფერი, ანუ ჩვეულებრივ ნეიტრალურად ვარ, რატომღაც ცოტა მეცმოველოდი, როგორც წინა მანქანებზე ვგრძნობდი ხოლმე რაღაცას, მეოთხე სერია მყავდა, ის ძალიან მომეწონა, მეხუთე სერიაც, ნუ მომეწონა რა, ძალიან არა, მაგრამ ნუ კარგი იყო. აქ ცოტა რაღაცა ვერა ჯერ რა და ნახოთ მოკლედ რომ აიწყო ბოლომდე და იქნება, იმიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და მე თვითონაც კი მაინტერესებს რას ვიგზავნა მანქანის მიმართ. აგე ჩემი პირველი შეხება მუსტანგთან. თან ვკატაობ ნელა, ძალიან ნელა. ბენზინს ვერ აღიქვავს ჯერ. ჩავუქროთ დღეს ბიჭებს 10 ლიტრა ჩავამატეთ. 72000 გვაქვს გარბენი. სხვა ვერაფერს ვერ ვამბობ ჯერ. როგორც მინიმუმ აი ასე გამოიყურება აქაურობა. და ეხა მომიწევს რომ ძალიან უაზროდ ცხელა. სხვა ჩავწირთ ხო. არა. ამის მოხსნა მჭირდება და სავარაუდოდ იწვიმებს, არა? მოკლედ არ გაიჭედოს, ჯობია. მეორედ ჩაზირვას. ჯობია ცოტათი დამწვეს. წავედით. როგორც მინიმუმ მიხარია რომ დადის ეს მანქანა. აი ამ მომენტს ველოდებოდი ორი თვე. საერთოდ არაფერი არ ჩანს. არა, ესეც ჩემი პირველი კონტაქტი მუსტანგთან. ესე იგი, ვტოვებ მუსტანგს, აი ასე გამოიყურება ჯერჯერობით ეს ფრთა. აგერ. და ვნახოთ რა გამოვა. თუ გამოუვიდა, გამოვიდა. თუ არა და მოგვიწევს. შეღება, მაგრამ შეღება მეზარება და ესე გავყიდით. და ორი დღე გავიდა დაახლოებით. ეხლა ვამაგრებთ ბოლტებს იმისთვის რომ დავიძრათ რუსთავისკენ და მოგიყვებით რა ამბები გვაქვს რუსთავში და რატომ მივდივართ რუსთავში ამ მანქანით. თან პარალელურად გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება და რა შედეგი დავდეთ ცივად გასწორებისას. თლად დიდად საუკეთესო შედეგი არ არის, რადგან აი აქ პატარათი გაიბზარა საღებავი, ნუ გაიღრმა იყო. მოკლედ რა ვიცი, სხვა გზა არ გქონდა, ჯობია ესე იყოს, ვიდრე შეღები. და რა გვინდა რუსთავში. მოკლედ ჩვენი გამომწერი არის პოლირების და ქიმწმენდის მასტერი ასე ხეოსა. ხოდა დაგვიკავშირდა გიორგი ქვია, სალამი აქედან გიო. და მოკლედ დაგვპატიჟა მესტუმრეთო და მოკლედ მივხედავ თქვენს მანქანასო, როცა გაგიხარდებოთ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა მივალთ თან გავიცნობთ გიოს, არასდროს არ მინახავს, არც ვიცნობ. მოკლედ მივალთ ეხლა და ყველაფერს მოგიყვებით აბსოლუტურად. აი ასეთი ამბები გვაქვს მუსტანგთან. ვემზადებით მოკლედ ძისთვის პირველად ვატარებ. ასეთ გრძელ გზაზე მომიწევს. ჯერ კიდევ დაშლილი არის და ასე მინიმალურად მაინც მომემზადოთ უსაფრთხოება დაცული რო იყოს, იმიტომ რომ საბურავები არ გქონდა დამაგრებული, დისკები უბრალოდ საბურავი დამჯდარია. სალონი აი ასე გამოიყურება, არანაირი დაცვის ფუნქცია არ მუშაობს. არც აირბაგი, არც ABS-ი, საერთოდ არაფერი, მოკლედ, ნუ მთლად სახიფათო მანქანა, არ ამგონია ეს იყოს. 2 და 3 ძრავით, საერთოდ სახიფათო. ყურადღებით უნდა ვიარო მაინც რა. მოკლედ მზად ვართ იმისთვის, რომ წავიდეთ. ჯერ კიდევ არაულობა აქვს, მაგრამ გიომ ანუ უფრო მარტივად მიუდგები ამ ყველაფერსო, ისედაც დასაშლელი მქონდაო. ნუ ეს ბარი არისო დასაშლელი სიმართლე ითქვას, მაგრამ არა უშავსო და მივხედავ რა. ასე რომ მივდივართ ეხლა ვადებში რომ ჩავეტიოთ გიოსთან. თან პარალელურად უნდა მოგიყვეთ აი ამ ხმაზე. ეს არის კარდანი, რაშიც ზის ეგ ხმა ურობს და ნუ ეგ დაემატა, იმიტომ რომ არ ვიცოდი.
არ გვიტარებია ეს მანქანა არც ერთხელ არასდროს არავის და მოკლედ მოგვიწია ესე ბოლო მომენტში რაღაცნაირად ამის მოგვარება და უკვე ველოდები ამ ნაწილსაც მთლიანი კარდანი იცვლება ხოლმე ანუ ეს ნავესნოი რაც არის ეგ არ იცვლება ცალკე და მოკლედ მთელი კარდანი შეცვლა მომიწევს აი ამის გამო როცა ვჩქარდები უფრო იწევს ხმა და მოკლედ ესეთი პრობლემაც გაგვიჩნდა მაგრამ ღმერთის წყალობით თლად ისეთი სერიოზული პრობლემები ამ მუსტანგთან არ მქონია რაც არის ბევრად სერიოზული შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი ეს არაფერი უბრალოდ ხმაურობს იმედია მაგრამ მაინც ნელა მივალ ხა გიომდე ნახოთ რას გვეტყვის გიორგი ჩვენს მუსტანგზე მოკლედ ასე 20 კილომეტრი როგორ უნდა გავიარო არ ვიცი იმედია სადღაც არ გადახურდება და არ მოწყდება ეს კარდანი მუსტანგს რო ვყიდულობდი ვიფიქრე მეთქი კლასიკური როკით მივალთ თქო ვიკატავებთ აუხტის სახურავს მაგრამ არა როკის მაგივრად კარდანს უსმენ ბენზინს ვასხავთ არავინ გვასპონსორებს კალონკების მენეჯერები ან მარკეტოლოგები თუ უყურებთ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან გემრიელესი ამინდი არის იმისთვის რომ საქმე აკეთო და ანუ სიამოვნებს ახლა ცოტა მოშორებით ვარ თბილისიდან ცოტა შორგზაზე ნუ დად შორგზა არ არის კი ხმაურობს ყველაფერი დაშლილია და ასე შემდეგ მაგრამ თვითონ ვაიბი ძალიან მომწონს და შარშან წინ რო გეთქვათ აი უციან მუსტანგი გეყოლება დიდი არაფერი არ არის მართლა არ არის მაგრამ მომწონს მიხარია რომ ჩემი არხი ასე იზრდება მიხარია მეც ხედავ ჩემი შრომის შედეგებს ასე თუ ისე მანქანების ხარისხი ცოტათი იზრდება მიხარია ესე წვიმიან ამინში ცოტა მოშორებით ქალაქიდან მუსტანგს ვატარებ კაბრიოს 2000 წელს რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს იმისთვის რომ ვიმოძრავ და კიდევ უკეთესი მანქანები წამოვიყვანო და თქვენც მინდა რომ მოტივაცია მოგცეთ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა შეიძლება დიდი დონეზე არ ვიყო ან ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა მთავარია რომ მიშნელ დღეზე ცოტათი წინ ვარ და ეგ მახარებს ეგ მაძლევს მოტივაციას და მინდა რომ თქვენც არ შეჩერდეთ და ზუსტად ბოლომდე მიაწევთ თქვენს მიზნებს მაგიტომაც გვქვია Dream Chaser-ები და არა მარტო მე ვარ Dream Chaser-ი არამედ თქვენც ვინც უყურებთ და ვისაც პატარა მიზანი მაინც გაქვთ ან დიდი არ აქვს მნიშვნელობა ვინც თქვენი ბიზნესთვის იბრძვით ყველა Dream Chaser-ები ვართ დამერწმული და ძალიან მალე მინდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ კიდევ ცოტა უკეთესი, ცოტა ხაზი გავუშვა იმას, რომ ჩვენს ოცნებებს მივსდევთ და დავიჭერთ კიდევაც, ასე რომ დაელოდოთ ახალ ამბებს, საკმაოდ საინტერესო პროექტის წამოწყებას ვაპირებ და მანქანებს არ ეხება, მაგრამ ყველაფერს გაიგებთ. ჩვენ კიდე ამასობაში მივუახლოვდით რუსთავს ვიდვარდ გიოსთან. მოკლედ ძალიან მიხარია, რომ აი ასე YouTube-დან ხალხი ცნობს ახლა უფრო ხშირად და ხშირად კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან, ყველა ჩემს გამომწერთან და ძალიან მიხარია, რომ ესეთი community გვაქვს. არც ისე დიდი, კი ამ მომენტისთვის, როდესაც ვიღებ ამ ვიდეოს 8100 ვართ მგონი გადაცდენილები, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, სულ 10-ნი რო ვიყოთ, მაინც მიხარია. ესეთი თბილი და კარგი community რო დაგვილაგდა და მოკლედ მიხარია, მალე ფორუმებსაც შევქმნით, სადაც ერთმანეთთანაც შეგეძლებათ საუბარი და რაღაც გამოცდილებების გაზიარება ერთმანეთთან. ჩვენ კიდე მივდივართ გიოსთან. გადავერთეთ კამერაზე, წვიმდა და მაგიტო მერჩივნა ტელეფონი თან საჭესთან ახლა ამ კამერის გახსნა და ჩართვა. პატარა პრობლემა იყო. აი ასე გამოიყურება ეს მუსტანგი. როგორც ჩამოვიდა, ანუ როგორც ჭუჭყიანი და საერთოდ არ შევხები ვარ, მოკლედ ვიზუალურად რაც სისუფთავეს შეეხება არანაირი კავშირი არ გქონდა ამ მანქანასთან. გიომაც იცოდა ეს, იმიტომ რომ უფრო თვალსაჩინო მინდა რომ იყოს შედეგი. აი ასე გამოიყურება ახლა ჩვენი მუსტანგი. სალონშიც კი ნახავდით რა როგორ იყო, ვიზუალურად კი ხედავთ.
ჩვენი ცივად გასწორებული შედეგიც აი ასე გამოიყურება და ვნახოთ მოკლედ გიორგი როგორ შედეგს დაადებს მის საკონტაქტოსაც დაგიტოვებთ და აუცილებლად გაჩვენებთ შედეგს დიდი იმედებით მაქვს ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დაგვიკავშირდა გიორგი და რაც უფრო მეტი ასეთი მეგობარი და ნაცნობი და პარტნიორი გვეყოლება მით უკეთესი შემოვედით გარაჟში გიოსთან ასეთი სასიამოვნო სიტუაცია არის განათება და რაღაცა ასე მოუხდა ჩვენი მუსტანგი აქაურობას ჯერჯერობით აქ დააკვირდებით ყველაფერი ჭუჭყიანად არის და ამ ყველაფერს მიხედვა დაჭირდება თითქმის მატოვი არის მანქანა და ცოტა ვაწვალებთ გიოს სხვათა შორის გიორგისაც გაჩვენებთ აგერ გიორგი ძალიან დიდი მადლობა გიოს საკონტაქტოსაც დაგიტოვებთ გამომწერებისთვის ფასდაკლება მოქმედებს როგორც მინიმუმ 20%-იანი თუ რაღაცა სასწაულის შემთხვევა არის და 10 მანქანა მოკავთ შეიძლება ცოტა უკეთესიც იყოს მოკლედ გიოს შედეგს დაველოდოთ ძალიან დიდი მადლობა აქედანაც და საკონტაქტო ყველაფერი საერთოდ ნომერიც ინსტაგრამიც რავი რაც ეკნება როგორც შეგეძლებათ რომ დაეკონტაქტოთ გიოს ყველაფერს გამოვანათებ და ერთმანეთს გავუგებთ რა ვესტუმრეთ ჩვენს პონის გიოს ხელში არის აი ძალიან ბევრი დეტალი დავინახეთ რაც შევცვალეთ უკვე დავიწყეთ დამუშავება და ზოგი წერტილი რაც ვერ გასწორდა ან არ გასწორდა დროის უქონლობის გამო ესე ვასწორებთ პატარ-პატარა ნაკაწრებსაც მიადგა გიორგი და ყურადღებას აქცევს ყველანაირად ჩვენ კიდე რატო ვართ აქ და თან მაინტერესებდა ესეთი შუა პროცესში როგორ გამოიყურება მუსტანგი თქვენთვისაც მინდოდა რომ ეჩვენებინა და თან პარალელურად სავარძელი უნდა წავიღოთ და სანამ აქ ვიზუალურ მხარეს მივხედავთ მექანიკურ მხარეს სავარძლებს რაც შეეხება ისე უნდა წავიღო რომ გადავაწყოთ რადგან ბლოკიც ჩამოვიდა სავარძლების და მოკლედ დროს არ უკარგავთ რადგან დასაწყისშივე ძალიან ბევრი დრო დავუკარგეთ და მოკლედ ფორა მივეცით ამ მუსტანგს ახლა კიდე ვცდილობთ რომ დავეწიოთ და გავასწროთ კიდევაც მოვლენებს შესაბამისად ვიწევს ამ რამდენიმე დღეში იმ საქმის კეთება, რაც 2-3 თვის მანძილზე უნდა გაგვეკეთებინა. სალონში კიდევ ჯერჯერობით ისევ ასე ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, ჯერ პოლირებას გავაკეთებთ, მერე ქიმწმენდას და მე კიდე ამ დროში წავიღებ სკამს და ყველაფერს მოვაგვარებ. თან ჩვენი კარდანი რო ხმაურობს, მაგასაც მივხედავ, უნდა ვიყიდო კარდანი და მოკლედ მთლიან მარაგებს შევავსებ, სანამ ეს მანქანა იწყობა ვიზუალურ იდეალამდე. აი, ასე არის ჩვენი ის წერტილი, რომელიც გავასწორეთ ცივად, გაბზარული საღებავებიც აი აქ ეტყობა, არ ვიცი კამერა როგორ გადმოგცემთ, მაგრამ მოკლედ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვხოდოთ ეს მანქანა. თან სულ პირველად ხედავ გარეცხილს მუსტანგს და მე მგონი უხდება გარეცხვა. თან ჯერჯერობით
აი აქ გვაქვს ეს დარჩენილები და ანუ დასაწყისში ვართ მოკლედ და აქ შედეგზე გავალთ გული მიგზნობს. Not working hard. Yeah, right, picture that with a Kodak. Or better yet, go to Times Square, take a picture of me with a Kodak. Took my life from negative to positive, I just want y'all to know that. And tonight, let's enjoy life. Pitbull, Naya, Neo, that's right. აი ასე გამოიყურება ჩვენი სავარძლები მუსტანგის. ეს ბლოკიც ჩამოგვივიდა, მოკლედ ეს არის გაგრილება გათბობის ბლოკი, რომელიც არის შოვებოდა აქ და მოკლედ ლოდინი მოგვიწია. გამოვწერე და ნუ როგორც იქნა ჩამოვიდა. ეხლა კომფორტ ბლოკსაც ველოდებით და იქნება მწყობრში ეს მანქანა. შეიძლება ის პრობლემა რომ გადავაწყოთ ამ სავარძლებიდან, ამ სავარძლებზე ყველაფერი დანარჩენი რაც საჭირო არის იქით სავარძლები წინ და უკან მიდის, მაგრამ ზევითქვევით და ზურგს ვერ ბერავს, შესაბამისად ეგეც მოსაგვარებელი გვაქვს და მაგიტო გვეწელება აქაც დრო, მაგრამ სანამ გიორგი აკეთებს ჩვენი მანქანის პოლირებას და ქიმწმენდას, მე დრო მაქვს და რატომაც არ მივხედო სავარძლებს, ცოტა დროსაც მოვიგებ იმისთვის, რომ მე მიმოხილვა გადავიღო და რამდენიმე ისეთი სასიამოვნო ლამაზი კადრი, როგორც მინიმუმ მინდა მაგ მანქანასთან, იმიტომ რომ ზედმეტად დიდი ხანი ველოდი ამის აწყობას და არ მინდა რომ ტყუილა და ეს ავაწყო და დავამშვიდო. ესე იგი მე და მამა მოვათავსეთ ისევ სკამები, ამჯერად უფრო ლამაზად მოთავს და ეხა ისევ 4 სავარძლით მუსტანგის მივდივართ სახლში იმისთვის რომ დილას ადრე მიიტანოს მამამ ხელოსანთან ეს სკამი და გადააწყობენ მოკლედ ერთი დონორებიდან მეორე იმაზე რაც უნდა დარჩეს ჩვენს მუსტანგზე. დროში ძალიან შეზღუდულები ვართ, ისევ გავიმეორებ ამიტომაც ვიწევს ასე სირბილით და ასე სწრაფად მოძრაობა. თქვენ კიდე შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ მანქანის გამოსაწეროდ მოიწეროთ და აუცილებლად შევარჩევთ თქვენთვის როგორც სხვა ძალიან ბევრი გამომწერისთვის უკვე გამოწერე იაპონიიდანაც, ამერიკიდანაც მანქანები, ასე რომ თუ მანქანას ეძებთ და გინდათ ჩამოყვანა, შეგიძლიათ მოიწეროთ, აი გამოვანათებ ჩემს ინფორმაციას და შეგიძლიათ მოიწეროთ. წავედი, ავუწყოთ ჩვენი Ford Mustang. ესე იგი, დღევანდელი ამბები მწყობრშია ეს სავარძელიც, თითქმის იქედან აი ასე გამოიყურება ახლა ეს შტეკერი ამოვარდნილი არის ცოტათი და ამასაც მივხედავთ, ამას ავაწყობთ აი სადღაც აი აქედან მოვხსნით და ავაწყობთ მოკლედ ჩვენს სავარძელზე. ეს კიდე წასაღებია და ეხლა მივდივართ ბარემ ამას წავიღებთ და კარდანსაც დავითრევთ ჩვენი Ford Mustang-ისთვის. ჩავაგდოთ ფიტში ისევ. აგერ ჩვენი Ford Mustang-ის კარდანიც საკმაოდ დიდი დისკომფორტია, ეგრე ხმაურით სიარული, რუსთავში სანამ ჩავედი, ვიფიქრე რომ მეთქი ეხა მომძვრება, ვაიმე ეხა რაღაცა გაცხელდება და რაღაცა მოუვა, რაღაცა ეგეთი აზრები მაწუხებდა და კიდევ კაი რომ აი ეხა უკვე მზად არის და რუსთავიდან წამოვალთ თუ არა, ეგრევე დავაყენებთ კარდანს, ზეთის შეცვლა მაქვს გეგმაში, იმიტომ რომ ძალიან შავი იყო. კიდევ კაი გამახსენდა, სავარძლების ამბავიც მოგვარებულია უკვე პიკში ვართ, აი კულმინაციას უახლოვდება ჩვენი Ford Mustang-ის პროექტი. თქვენ კიდე შეგახსენებთ, არხი გამოიწეროთ, ჩადით კომენტარებში და რამე კარგი დაგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, გავზარდოთ ჩემი არხის აუდიტორია და ვაჩვენოთ სხვა ბევრ ადამიანს გავასწნოთ ჩემი არხი. ერთად მივახციოთ ჩვენს სამიზნე მანქანებს და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ძალიან კარგ და კიდევ უფრო ძალიან მაგარ მანქანებს წამოვიყვან და გაჩვენებთ როგორ ვაწყობთ და რა ისტორიებს გავდივარ ამ მანქანებთან. რაც შეეხება მანქანების ჩამოყვანას, ასევე შეგიძლიათ მოიწეროთ Facebook-ი იქნება თუ Instagram-ი, მოძებნეთ აი ასე და შეგიძლიათ მოიწეროთ და გამოგიწერთ მანქანას. ეხლა კიდე წავედი და კიდე რამდენიმე დღე უნდა დავიღალო იმის ლოდინით რომ Mustang-ი დავქოქო და როგორც მინიმუმ წამოვიდე შემდეგ ეტაპზე. აი ასე გამოიყურება ჩვენი სავარძლები, ქვევიდანაც შევღებეთ ბლოკი დავაყენეთ ის რომელიც ამერიკიდან იყო გამოწერილი და ველოდებოდით. ეხლა უკვე მივდივართ შემდეგ ეტაპზე, დავტოვებთ ერთ-ერთ სკამს შტეკერს რომ მოვერიოთ მოკლედ და მაგ დროში წავალთ და მძღოლი სავარძელს დავაყენებთ ჩვენს Mustang-ში და წამოვალთ Mustang-ით სახლისკენ. ერთი სული მაგ დავინახო გიომ რა შედეგი დადო. ისე ფოტოები ვნახე, მაგრამ თვალით დანახული სხვა არის. ძალიან დიდი მოლოდინით ვარ და მოკლედ როგორც დავაკვირდი გიოს ისე დეტალურად და ისე გემრიელად მიუდგა რომ რავი, ანუ გუბკები, ყველა ხსნარი, ყველა ფერი აქვს, მოკლედ ისე დალაგებულად. მოკლედ
გულს უხარია რა და ხვდები რომ სანდო ადამიანთან ხარ, ხვდები რომ პროფესიონალურად მიუდგა და ნუ ეგ შენს მანქანას როცა ეგრე უდგებიან, შეუძლებელია რომ არ გიხარებდეს გულს. ასე რომ წავედით და ვნახოთ რა შედეგი დადოგიო. აბა ჩვენი პონი რას შვება? ამას შეხედეთ. აქ მტვერი ადევს, შავი არის. სალამები. ესეთი სუფთა იმენა არასდროს არ მინახავს ეს მანქანა. და ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. სალონის გაწმენდილია უბრალოდ არ არის აწყობილი ჯერ რა, იმიტომ რომ ბლოკს ველოდებით და რაღაც ამბებს, მაგრამ სალონსაც გაჩვენებთ. აი, ასე გამოიყურება, რა არ ვიცი როგორ ჩანს. სავარძელი ეხა ჩავდგით. ეს სრულად სუფთაა. მოკლედ არანაირი არაფერი, აი გულწრფელად პირდაპირ ვეგეუბნებით, რავი, ვისაც ხარისხიანად, კარგად და გემრიელად გინდათ, რომ მოხოდოთ თქვენი მანქანა, გაალამაზოთ ვიზუალურად და შიგნიდანაც, რავი, ჩემი რეკომენდაცია გიოს, არანაირი არაფერი, მართლა აი გულწრფელად რო არ მომწონებოდა, პირდაპირ გეტყოდით, რომ რაღაცა არ მომწონს თქო, ცოტა უკეთეს შეეძლო. მაგრამ ამ მანქანისგან, ან როგორც მოვიყვანე და როგორც მიმყავს ახლა, ნუ შეუდარებელია. გიო საკონტაქტოს კიდევ ერთხელ გამოვანათებ, მართლა ძალიან ხარისხიანად გულით და ჯიგრულად მიუდგა თავის საქმეს. ასე რომ მოკლედ შეგახსენებთ, რომ 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ გიორგი ჩვენგან ვინც მოვა, ანუ უთხარით რომ ჩვენი გამომწერი ხართ და ფასდაკლება ავტომატურად გააქტიურდება, ასე ვთქვათ. ასე რომ წავედი, ჩემი რეკომენდაცია გიოს და აქედანაც ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ სრულად სუფთა, სრულად გემრიელ მუსტანგში ვიზივარ ახლა, თითქმის სრულად, იმიტომ რომ აქ ჯერ კიდევ დაშლილი არის ყველაფერი. მიყვავს ახლა მანქანა შემდეგი ეტაპი არის სალონის აწყობა, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ როგორც იქნა ეს მანქანა მწყობრში იქნება და დავინახავ როგორ არის. ერთადერთი ბლოკი, რომელსაც ველოდებით, კომფორტ ბლოკი, რაც კოდით გამოვწერე, ეგ მივიდა და ჯერ არ ისახება საფოსტოში, შესაბამისად მაგაზე პატარა პრობლემა გვაქვს, რადგან ვადებში ისედაც უწურავთ ამ მანქანას და იმედი მაქვს, რომ მალევე მივა. ჩვენ კიდე წავედით გავაგზავნეთ სვლა შემდეგი ეტაპისკენ, მომწონს ეს პატარა ვირი აქ რო ახატია, მაგრამ თლად რაღაცა ძალიან დიდი ემოციებით ვერ არა და ყველაფერს მოგიყვებით მიმოხილვაზე, რომელსაც უნდა დაელოდოთ შესაბამისად. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო, იმიტომ რომ წინ ვცდილობ რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი შემოგთავაზოთ. გამომყევით და მივაღწიოთ ჩვენს საოცნებო მანქანებს ერთად. ამ სილამაზეს შეხედეთ რა. აგერ ჩვენი Ford Mustang-ი მზეზე რაღაცები აქვს რა, ეხა ის კაპოტი დამიზიანეს გზაში და რაღაცა, მაგრამ ნუ სადაზღვო მიხედა ამ ყველაფერს, ეგ მაინც მახარებს. რაც შეეხება Mustang-ს და შედეგს, აი ნუ როგორც მინიმუმ ძალიან მაგარი, ეხა ბაზარი არა, ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1 თვის წინ. ეს ყველაფერი, ანუ ამ მომენტში უნდა ყოფილიყავი მანქანის მხრივ 1 თვის წინ. მაგრამ რას ვიზავთ, ხანდახან ასეც ხდება, ხანდახან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და რა ვქნათ, უნდა მოვეწყოთ გეგმას, მეც ვეწყობი. ეხა უკვე უახლოეს დღეებში ეს მანქანა მზად იქნება, ბლოგს დაველოდებით და ეგ არის ულამაზეს უგემრიელეს მიმოხილვას გადავიღებ. ასე რომ არხი გამოიწერეთ, ვისაც მანქანების ჩამოყვანა გინდათ და თუ გინდათ ასეთი მუსტანგი ან სხვა, მაგალითად ესეთი ფიტი იაპონიიდან, ნებისმიერი ლოკაციიდან ჩამომყავს მანქანები. რაც არაერთხელ ჩამოვიყვანე უკვე ჩემი გამომწერებისთვის, აქედანაც ძალიან დიდი მოკითხვა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მენდობით. მოკლედ მიხარია, რომ არხი იზრდება, არხთან ერთად მეც ვიზრდები და სულ მეტი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მცნობს, რაც მიხარია, მომწონს ახალი ურთიერთობები და რატომაც არა მივაღწიოთ ჩვენს გეგმებს, მიზნებს, მანქანები იქნება ეგ თუ რაც არ უნდა იყოს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ არხს უყურებთ და მომყვებით ჩემს გზაზე საოცნებო მანქანისკენ. მე წავედი, დღეს აღარაფერი არ მაქვს საქმე. ავალ მშვიდად წყნარად დავაედიტებ შემდეგ ვიდეოს თქვენთვის და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. კარდანს ხსნით, პადუესნოი არის დაზიანებული. მე მგონი. აგერ პრობლემური ჯიგარიც აღმოჩნდა. მიდი. ო. ეხა ეს ძალა რო აწვებოდა, იასნა ძალიან იხმაურებდა. პაჩიბლიდია რა, დაშლილი. შო. აგე აყენებენ იქ ბიჭები.
აბა აქედან მუსტანგით გავგაზავთ სახლისკენ. რამდენიმე დღეც და ის რაღაც ბლოკიც ჩამოვა და მზად ვიქნები. სხვათა შორის მივიდა როგორც იქნა, ეგ არ მithქვამს თქვენთვის და მივიდა აისახა რომ საწყობში არის დაახლოებით 7-დან 10 დღემდე დაველოდები სანამ ჩამოვა. 7-დან 10 დღემდე მექნება იმისთვის რომ გადავიღო უამრავი ვიდეო იმისთვის რომ გაჩვენოთ მოგიყვეთ ჩემი აზრი დავაფიქსირო მუსტანგზე და ჩვენი სამომავლო გეგმა დავსახოთ. ან უბრალოდ მივყვეთ დინებას, ვნახოთ სად მიგვიყვანს ეგ დინება, იმიტომ რომ მიზნები უკვე დასახულია, საბოლოო და რა ეტაპებს გავივლით, ეგ არ ვიცი. წავედით და მოკლედ დაველოდოთ ჩვენს მუსტანგს. რა ყავს მუსტანგი ხოძზე თითქმის ჩეკები თუ არ ჩავთვალეთ ყველაფერი რიგზეა. ეხა სიმპათიურად გამოიყურება ეს მანქანა, როგორც მინიმუმ მონიტორსაც ვხედავ და ეხა სიმღერებსაც ჩავრთავ, როგორც ვგეგმავდი ისე ძველ კლასიკურ როკს ჩავრთავ ეხა. სახურავს ვერ ავხდი ჯერ, იმიტომ რომ არ ვისკავ, სანამ ბლოკი არ ჩამოვა, არ ჩამრჩეს ისე ჩაკეტილი, გახსნილი უბრალოდ. მოკლედ ეხა დავიძრებით, ხვალ შევცვლით ზეთს და გვექნება დაახლოებით 10-12 დღე იმისთვის რომ ამანქანით ვიკატავო, გამოცდილება მოვიკრიბო, მოკლედ ჩემი აზრით ჩამოვაყალიბო ამანქანის მიმართ და მოგიყვეთ თუ ღირს თუ არა მუსტანგის ყიდვა და ვიყიდდი თუ არა მე პირადად ჩემთვის საყოლიებლად. წავედით. აღარ ხმაურობს, ეგ უნდა მეთქვა უეჭველი თქვენთვის. ეხა კი მაქვს ჩართული, მაგრამ დაგვადებენ სტრაიკ. ეს ცუდად მუშაობს. კაი, ეს აშკარად ცუდად მუშაობს. მოკლედ, წავედი ეხა სახლისკენ, დავტკუები ამ გზით. მთლად დიდი დრო არ მაქვს ამ მუსტანგთან, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, საჭირო არის ეგრე. გული როგორც შემტკიო და მე-4 სერიაზე უპირველად რო ვიყოლიე. მასე ვეღარ ვგზნობ ვერაფერს, იმიტომ რომ გავიაზრე იმ დროს რომ ტყუილად რატო უნდა ვიტკინო გული, ეს ძალიან მაგარი ნაბიჯი არის ჩემთვის და მიხარია, ანუ მინდა რომ ყოველი მომენტი დავიმახსოვრო ჩემს გზაზე საოცნებო მანქანისკენ, იმიტომ რომ მიხარია ვტკბები ყოველი ნაბიჯით, იმიტომ რომ ვიაზრებ რომ რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ბევრისთვის მთლად ბევრს არაფერს ნიშნავდეს ესეთი მანქანები. მაგრამ მე მიხარია, იმიტომ რომ ზუსტად აი იმ პატარა ალექსას, როდესაც ვიწყებდი და როდესაც ვოცნებობდი რაღაცაზე, რომ გამოზდის, მიხარია, ანუ ვიაზრებ რომ სწორ გზაზე ვარ, სწორად მოძრაობ, მიხარია თქვენი ყოველივე კარგი კომენტარი და მოკლედ თქვენი გვერდში დგომა ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს და მინდა რომ საპასუხოდ ერთი мотивაციის დიდი პორცია დაგაწიოთ და მოკლედ არ გაჩერდეთ რა. არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვთ დღეს, მეც ეგრე ვარ, ანუ მეც მივყვები ჩემს მიზნებს და მინდა რომ მივახციოთ ყველაფერს, რასაც კი გავიაზრებთ რომ გვინდა, რასაც ვიფიქრებთ რომ გვინდა. არ უნდა შეგვეშინდეს რა და მივაწოდოთ ჩვენს თავებს იმის ენერგია, мотивაცია და არასდროს არ დაუნებდეთ ჩვენი მიზნებისკენ გზაზე. ძალიან დიდი მადლობა რომ მყავხართ, მიხარია ძალიან. ყოველივე თქვენთაგან. ძალიან დიდი მადლობა. წავედით. ვიგაზავთ ცოტა.
ესე იგი მეგობრებო, ჩემს ჩვეულ ლოკაციაზე ვარ, აი ეს ლამაზმანი მყავს აქ და მოკლედ აი ესეთი სასტრაფო ჩართვა მაქვს. ვიდეო ვიცი რომ არ დასრულებულა ჯერ და ბლოგს ველოდებით, მაგრამ ჯერ ისევ ველოდები მოკლედ იმ ბლოგს, მაგრამ მიწევს ამანქანის მიმოხილვის გადაღება, რადგან და რატომაც დროში ძალიან შეზღუდული ვარ და შეიძლება მოკლედ ხალხს ვაჩვენო, ჩვენებს მოვუნდათ ერთ-ერთებს და შეიძლება წაიყვანონ ეს მანქანა, ანუ საკმაოდ კარგი ვარიანტი შეხვდათ იმათ და დროშიც ძალიან ეჩქარებათ უნდა წაიყვანონ და წავიდნენ. შესაბამისად შეიძლება ვერ მოვასწრო ყველაფერი, რაც მინდოდა და როგორც მქონდა გეგმაში. ეხლა მოგიყვებით რა გავაკეთეთ ამ მანქანაზე. მოკლედ შევცვალე ზეთები. მოკლედ მამა იყო და შეცვალა ლევანისთან და ბიჭებთან ზეთები, სადაც ფიუჟენებს ვაწყობთ ხოლმე. შესაბამისად ამ მანქანაში ზეთი უკვე შავი აღარ არის, ბლოკი ჯერ კიდევ ისე არის და პრობლემურია, რადგან არ ჩამოსულა ჯერ და ფიზიკურად ვერ ვასწრებ მაგ ყველაფერს, მაგრამ მანქანა აი ასე გამოიყურება და საკმაოდ კმაყოფილიც ვარ. მიმოხილვაში მოგიყვებით რეალურად როგორი აზრი ჩავამიყალიბ და ამ მანქანაზე და აქ ზუსტად მაგიტო ვარ, თან პარალელურად თქვენთვის ვიღებ მიმოხილვასაც. რაც შეეხება მანქანას, პროექტს ვასრულებ, საინტერესო აღარაფერი არ იქნება, რომელიც ჩამოვა ის ბლოკი, ჩვეულებრივ დაპროგრამდება და მოვერევით მაგ ყველაფერს, დიდად საინტერესო აღარაფერი არ ხდება ამ მანქანაზე. ერთადერთი არის ჩემი აზრი, რომელიც მიმოხილვაში დაფიქსირდება. ეხავე წინასწარ გეტყვით, რომ თლად აღფრთოვანებული არ ვარ ამ მანქანით და მოგიყვებით რატო მიმოხილვაში ასე რომ არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს. თუ გინდათ ესეთი მუსტანგი ან სხვა რამე ნებისმიერი მანქანა ამერიკა იქნება ეს თუ იაპონია შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ მომწეროთ და ჩამოგიყვანთ მაგ მანქანას როგორც არაერთხელ გავაკეთე უკვე და ძალიან დიდი მადლობა თქვენ დობისთვის ვისაც ჩამოუყვანე მანქანა და აქედანაც დიდი მადლობა და მოკითხვა რაც შეეხება ამ მუსტანგს ვემშვიდობები ამ მუსტანგს როგორც მინიმუმ ჩვენს არხს ემშვიდობება საპროექტოდ მაგრამ მიმოხილვა აუცილებლად დაიდება უმაგრეს მიმოხილვას ვაპირებ. უმაგრეს იმის მხრივ, რომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, ყველაფერს მოგიყვებით თუ რა და როგორ მოხდა ამ მანქანაზე და საკმაოდ საინტერესო ისტორია მოვიარეთ. კი, ცოტა დრო გვაქვს, ცოტა დრო მომიწია მანქანასთან, მაგრამ დიდად გული არც მწყდება და მაგ ყველაფერს მოგიყვებით თუ რატომ. ასე რომ, წავედი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემს გვერდში ხართ, ჩემს გზაზე საოცნებო მანქანამდე და ერთად მივახციოთ ჩვენ საოცნებო მანქანებს.